ყველაზე დიდი გველი, რომელიც ოდესმე უნახავს ადამიანს მსოფლიოში. გველი ერთ-ერთი ყველაზე შიშის მომგვრელი არსება ადამიანებისთვის მთელ მსოფლიოში. მაგრამ გარდა იმ გველებისა, რომლებიც ყველაზე დიდებად მიგვაჩნია, არსებობს კიდევ უფრო დიდი გველიც. და ნამდვილად დაგიკვირდება, როცა მას ნახავ. რას იზამდი თუ მას შეხვდებოდი. ამიტომ ამ ვიდეოში გავიგებთ, რომელია მსოფლიოში ყველაზე დიდი გველები. მაგრამ სანამ დავიწყებთ, იქნებ დაალაიქოთ და გამოიწეროთ ეს ვიდეო. ეს დიდი დახმარებაა ჩვენთვის, კონტენტის შემქმნელებისთვის. დიდი მადლობა. მოდი დავიწყოთ. პირველი. ბადისებრი პითონი, მალაიო პითონი, რეტიკულატუს. ბადისებრი პითონი, ანუ მალაიო პითონი, რეტიკულატუსი არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი გველი. მისი სიგრძე 6.25 მეტრზე მეტია და ზოგიერთი ცნობით შეიძლება 10 მეტრსაც კი აღწევდეს. ბადისებრი პითონის მდედრები უფრო დიდები არიან ვიდრე მამრები. ისინი ასევე მძიმეები არიან მათი ზომისა და სიგრძის გამო. ბადისებრი პითონი გვხვდება სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. აქ შედის ფილიპინები, ინდონეზია, ტაილანდი და მალაიზია. ისინი ჩვეულებრივ ცხოვრობენ ტყეებში, მთებში და ბალახიან ადგილებში. ისინი ხშირად გვხვდებიან მდინარეებისა და ტბების ახლოს, რადგან კარგად ცურავენ. ცურვაში მათი ოსტატობის გამო მათ შეძლეს მიეღწიათ პატარა კუნძულებზე თავიანთ ტერიტორიაზე. ბადისებრი პითონის კანი რთული ნაკსოვისებრი ნიმუშით გამოირჩევა. მათ ზურგზე სხვადასხვა ფერისა და ფორმის ბრილიანტისებრი ნახატებია. მათი უნიკალური კანი ეხმარებათ გარემოში დამალვაში, რის გამოც მტერსა და მსხვერპლს უჭირს მათი პოვნა. გარდა ამისა, ბადისებრი პითონი ხორცის მჭამელია, ან მხოლოდ ხორცს ჭამს. ისინი ჭამენ ვირთხებს, ფრინველებს, ღორებს და ირემებს. ჩასაფრების მეთოდის გამოყენებით, ისინი ელოდოდებიან სწორ დროს თავდასხმისთვის. ისინი ახვევენ თავიანთ მსხვერპლს, მანამ სანამ ის არ მოკვდება. შემდეგ ისინი მთლიანად კლაპავენ მსხვერპლის სხეულს, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება მათზე დიდი იყოს. მათ შეუძლიათ შეჭამონ მსხვერპლი, რომელიც ისეთივე მძიმეა, როგორც ისინი. ამასთანავე ბადისებრი პითონი კვერცხებს დებს. დედალი პითონები ერთდროულად 15-დან 80-მდე კვერცხს დებენ. ისინი კვერცხებს თავიანთი სხეულით ახვევენ, რათა შეინარჩუნონ სწორი ტემპერატურა. ისინი წყვეტენ ჭამას, სანამ კვერცხებს უვლიან. კვერცხები 88 დღის შემდეგ იჩეკება. გამოჩეკვის შემდეგ პატარა პითონებს უკვე შეუძლიათ საკუთარი საკვების მოძიება. მიუხედავად იმისა, რომ იშვიათია, არსებობს რამდენიმე ანგარიში, სადაც ბადისებრ პითონს ადამიანი შეუტევია და მოუკლავს. ზოგჯერ კი ისინი საკუთარ მსხვერპლსაც ჭამენ. თუმცა ეს იშვიათად ხდება და უმეტეს შემთხვევაში მაშინ, როცა გველი თავის ტერიტორიაზე შეწუხებულია. ნომერი 2. მწვანე ანაკონდა, ეიონექტეს მორინუს. მწვანე ანაკონდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გველია მთელ მსოფლიოში. ის გვხვდება სამხრეთ ამერიკის ტყეებში, განსაკუთრებით ამაზონისა და ორინოკოს მდინარეებში. დედალი ანაკონდები უფრო დიდები არიან ვიდრე მამრები. მისი სიგრძე 9 მეტრს აჭარბებს და შეიძლება 250 კილოგრამზე მეტი იწონიდეს. მისი ზომისა და წონის გამო მას შეუძლია დიდი ცხოველების დაჭერა, როგორიცაა კაპიბარა, ირემი და პატარა კაიმანი. მწვანე ანაკონდას ფერი არის ზეთისხილის მწვანე, სხეულზე დიდი შავი წრეებით. მას ასევე აქვს პატარა ოვალური ლაქები, ყვითელი შუაგულით სხეულის გვერდებზე. მისი თვალები და ცხვირის ნესტოები თავზეა განლაგებული. ამიტომ შეუძლია სუნთქვა და გარემოს დანახვა მაშინაც კი, როცა წყალშია ჩაძირული. ის ხშირად იმალება წყალში, რათა მსხვერპლმა ვერ დაინახოს. ის იყენებს განის ფერს, როგორც დამცავ საშუალებას, რათა შეუმჩნეველი დარჩეს, როცა მსხვერპლს ელოდება. ამასთან დაკავშირებით, მწვანე ანაკონდა უფრო მეტად ურჩევნია ნელიდინების წყლები, როგორიცაა ნაკადულები, მდინარეები და დადბორილი მდელოები. მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია ხმელეთზე გადაადგილება, წყალში უფრო სწრაფი და მოქნილია. როდესაც წყალშია თითქმის არ ჩანს, ამიტომ ძალიან ეფექტურად ნადირობს. ის სხვადასხვა ცხოველს ჭამს მისი ზომის მიხედვით. ახალგაზრდა ანაკონდები თევზებს, ფრინველებს და პატარა ძუდუმწოვრებს ჭამენ. როდესაც გაიზრდება, მას შეუძლია უფრო დიდი ცხოველების დაჭერა, როგორიცაა ირემი, კაპიბარა და თუნდაც პატარა იაგუარი. დაცაბლის დაჭერისას მწვანე ანაკონდა იყენებს მეთოდს, რომელსაც კონსტრიქცია ეწოდება. როდესაც მსხვერპლს ძლიერ ყბებს დააჭერს, შემდეგ მის სხეულს მჭიდროდ შემოეხვევა და არ გაუშვებს მანამ, სანამ მსხვერპლი ჰაერის უკმარისობის გამო არ მოკვდება. შემდეგ მთლიანად ყლაპავს მსხვერპლს. მისი დიდი პირისა და კბის წყალობით შეუძლია დიდი ცხოველის გადაყლაპვაც. ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. ჭამის შემდეგ ის რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში აღარ ჭამს, რადგან მისი მეტაბოლიზმი ნელა მიმდინარეობს. ამასობაში მწვანე ანაკონდა კვერცხებს სხეულის გარეთ არდებს.
ამას ოვოვივი პარობა ეწოდება. ეს ნიშნავს, რომ კვერცხები დედის სხეულში ვითარდება და ის ცოცხალ ნაშიერებს აჩენს. მისი ორსულობა გრძელდება 6-დან 10 თვემდე. პირმული პითონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გველია მთელ მსოფლიოში. ის ჩვეულებრივ გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, განსაკუთრებით მიანმარში, ტაილანდში, ლაოსში, კამბოჯაში, ვიეტნამში და ჩინეთის ზოგიერთ ნაწილში. ისინი ხშირად ცხოვრობენ მდინარეების და ტბების ახლოს, თუმცა ასევე გვხვდებიან ტყეებსა და ბალახიან ადგილებში. ახალგაზრდა გველებს ხეზე ასვლა უყვართ. თუმცა ზრდასთან ერთად ურჩევნიათ მიწაზე დარჩენა. ისინი ასევე კარგად ცურავენ და წყალში ყოფნა 30 წუთამდე შეუძლიათ. პირმული პითონი იზრდება 3 წერტილი 7-დან 5 წერტილი 8 მეტრამდე სიგრძეში და შეიძლება იწონიდეს 75 კილოგრამზე მეტს. დედალი გველები უფრო დიდი და მძიმეები არიან ვიდრე მამრები. მათ კანი ყავისფერია, დიდი წითურ ყავისფერი ლაქებით, რილაქებით, რომლებსაც შავი კიდეები აქვთ. მათ მუცელი თეთრია და არ აქვს ზოლები. თავზე აქვთ ისრის ფორმის ნიშანი, რომელიც ცხვირისკენ არის მიმართული. მათი კანის ფერი და ნახატი ეხმარება მათ გარემოში დამალვაში და მსხვერპლის შეუმჩნევლად მოლადბონადირებაში. გარდა ამისა, ბირმული პითონი ჭამს ფრინველებს და პატარა ცხოველებს, როგორიცაა ვირთხები და კურდღლები. მათ აქვთ ბასრი კბილები, რომლებიც უკან არის დახრილი, ამიტომ მათი მსხვერპლი ვერ აღწევს თავს, როცა უგბენენ. დაგბენის შემდეგ ისინი მჭიდროდ ეხვევიან მსხვერპლს, რათა მან ვეღარ ისუნთქოს. როცა მსხვერპლი სიცოცხლეს დაკარგავს, ისინი მას მთლიანად ხლაპავენ, თავიდან დაწყებული. თუმცა საჭმის მონელებას დიდი დრო სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსხვერპლი დიდია. ზოგჯერ ისინი ჭამენ ცხოველებს, რომლებიც მათზე უფრო დიდები არიან, მაგალითად ირემს, რაც მათ როგორც მტაცებლებს ძალას აჩვენებს. პირმული პითონი ასევე ცნობილია მათი გამრავლების უნარით. როცა გამრავლების სეზონია, დედალი გველიდებს 12-დან 36-მდე კვერცხს. დედაგველი მათ ყურადღებით უვლის. ის თავის კვერცხებს სხეულის გარშემო შემოხვევით ათბობს, რათა სითბო შეუნარჩუნოს. როცა კვერცხი გამოიჩეკება, პატარა გველები 50 სანტიმეტრის სიგრძის არიან. თავიდანვე მათ უკვე შეუძლიათ პატარა ცხოველების, მაგალითად თაგვების დაჭერა. ნომერი 4. აფრიკული კლდის პითონი, Python sebae. აფრიკული კლდის პითონი აფრიკაში ყველაზე დიდი გველია და ერთ-ერთი ყველაზე დიდი გველია მთელ მსოფლიოში. ჩვეულებრივ მისი სიგრძე 3-დან 5 მეტრამდეა. ზრდასრული აფრიკული კლდის პითონის წონა 44-დან 55 კილოგრამამდეა. მაგრამ ზოგიერთი მათგანი 91 კილოგრამსაც კი აჭარბებს. ახალი გამოჩეკილი პითონები 35-დან 45 სანტიმეტრამდე სიგრძის არიან. აფრიკული კლდის პითონის თავი პატარაა და სამკუთხა ფორმის. მას აქვს 2 ზოლი, რომლებიც შუბის მსგავსად ცხვირიდან თავის უკანა ნაწილამდე გადის. მას ასევე აქვს ყვითელი, შებრუნებული ვის ფორმა თითოეული თვალის ქვემოთ. მისი სხეული ყვითელი, ნაცრისფერი ყავისფერი ან ნაცრისფერი მწვანეა, რომელსაც მუქი ლაქები აქვს, რომლებიც კიბის მსგავსად გამოიყურება. მისი მუცელი თეთრია შავი წერტილებით. მის კუდს 2 მუქი ზოლი აქვს, რომლებიც ერთმანეთისგან უფრო ნათელი ზოლით არის გამოყოფილი. ახალგაზრდა პითონის ფეი უფრო კაშკაშაა ვიდრე უფროსების. აფრიკული კლდის პითონი სუბსაჰარული აფრიკის სხვადასხვა ადგილას ცხოვრობს. ის ხშირად წყალსატევებთან, მაგალითად მდინარეებთან და ტბებთან ახლოს ხვდება. შალი სეზონის დროს ის ნაკლებად აქტიურია და უმეტესად უმოქმედოდ რჩება. ის ძალიან ძლიერი მონადირეა და შეუძლია ისეთი დიდი ცხოველების ჭამაც კი, როგორიცაა ანტილოპა, ზოგჯერ კი მიანგიც. ის კლავს მსხვერპლს შემოხვევით და გაგუდვით. ის არ არის შხამიანი, მაგრამ ძალიან ძლიერია და სხეულით მტკიცედ შეუძლია დაჭერა. გარდა ამისა, აფრიკული კლდის პითონი კვერცხებს დებს. დედალი იცავს კვერცხებს, სანამ ისინი არ გამოიჩეკებიან. ის დებს 30-დან 50-მდე კვერცხს, მაგრამ ზოგჯერ კვერცხების რაოდენობა 100-საც აღწევს. დედალი პითონი ეხვევა კვერცხებს და არ იკვევება სანამ მათ იცავს. ნომერი 5. ინდური პითონი, პითონი მოლურუსი. ინდური პითონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გველია მსოფლიოში, რომელიც არ არის შხამიანი. მას ასევე შავკუდა პითონს ან ინდურ კლდის პითონს უწოდებენ. ის ხდება ინდოეთში, ნეპალში, ბუტანში, შრი-ლანკაში, ბანგლადეშში და პაკისტანისა და მიანმარის ზოგიერთ ნაწილში. მისი ფერი ჩვეულებრივ თეთრია ან მოყვითალო, ყავისფერი ლაქებით. მისი ფერი იცვლება იმ ადგილის მიხედვით, სადაც ის ცხოვრობს. დასავლეთ ღატებსა და ასამის ტყეებში მისი ფერი უფრო მუქია, ხოლო დეკანის ზეგანსა და აღმოსავლეთ ღატებში მისი ფერი უფრო ღიაა. ინდური პითონი ჩვეულებრივ 3 მეტრამდე იზრდება.
მაგრამ აღმოჩენილია გველები, რომლებიც 4.6 მეტრის სიგრძის და 52 კილოგრამის წონის იყვნენ. პაკისტანში მისი სიგრძე ჩვეულებრივ 2.4-დან 3 მეტრამდეა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის შხამიანი, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გველია, რომელსაც ადამიანი ხედავს. მისი სხეული დიდი და მძიმეა, ამიტომ ნელა მოძრაობს. ამასობაში ინდური პითონი ცხოვრობს სხვადასხვა ადგილებში, როგორიცაა ბალახიანი მინდვრები, ჭაობები, ტყეები და მდინარის ხეობები. მას უყვარს წყლის ახლოს ყოფნა, რადგან სჭირდება საკმარისი სითხე დასალევად. ის ხშირად იმალება ცხოველების სოროებში, ხეების ღრიჩოებში და მანგროს თხეებში. მას ასევე უყვარს ოფნა სქელი მცენარეულობით დაფარულ ადგილებში, რათა მსხვერპლმა ან მტერმა ადულად ვერ შენიშნოს. ის ძალიან კარგად იმალება, ამიტომ იშვიათად ხედავენ ადამიანები. ასევე ინდური პითონი შესანიშნავი მონადირეა. ის არ იყენებს შხამს. ამის ნაცვლად ის იყენებს სხეულის ძალას, რომ შემოახვიოს და შეაჩეროს მსხვერპლის სუნთქვა, სანამ ის არ მოკვდება. ამის შემდეგ ის თლიანად ხლაპავს მსხვერპლის სხეულს. მისი პირი იმდენად ფართოდ იღება, რომ შეუძლია გადაყლაპოს მსხვერპლი, რომელიც მის თავზე უფრო დიდია. მისი ქვის ძვლები გრძელი და ძლიერი აქვს, ამიტომ მისი პირი იწელება, როდესაც დიდ საკვებს ყლაპავს. გარდა ამისა, ინდური პითონი სხვადასხვა ცხოველს ჭამს. ახალგაზრდა გველები პატარა თაგვებსა და ხვლიკებს ჭამენ. როდესაც იზრდება, ის სწავლობს უფრო დიდი ცხოველების ჭამას, როგორიცაა ირემი, ღორი და ზოგჯერ პატარა მაიმუნებიც კი. ჭამის შემდეგ ის რამდენიმე კვირის განმავლობაში იძინებს, რათა საჭმელი მონელოს. ნომერი 6. მეფე კობრა, ანუ პიოპაგუსანა. მეფე კობრა მსოფლიოში ყველაზე გრძელი შხამიანი გველია. მისი სიგრძე აღწევს 3.18-დან 4 მეტრამდე, თუმცა დაფიქსირებულია შემთხვევები, როცა სიგრძე 5.85 მეტრი იყო. მისი ჩვეულებრივი ფერი არის ყვითელი, მწვანე, ყავისფერი ან შავი, თეთრი ან ყვითელი ზოლებით სხეულზე. მისი მუცელი შეიძლება იყოს ერთფეროვანი ან კონდეს ხაზები. ახალგაზრდა მეფე კობრას აქვს შავი ფერი, თეთრი ან ყვითელი ზოლებით სხეულზე და კუძზე. ამასობაში მეფე კობრა გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მაგალითად ინდოეთში, ჩინეთში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში. მათ ურჩევნია ცხოვრება ტყეებში, მდელოებში და მანგროს ტყეებში, მდინარეებისა და ნაკადულების ახლოს. ისინი ცხოვრობენ წყლის ახლოს, რადგან იქ ცივი და ტენიანი გარემოა. ისინი ასევე აქტიურები არიან დღისით და ზოგჯერ ადიან ხეებზე საკვების საძებნელად ან მტრებისგან დასამალად. ხშირად ისინი გვხვდებიან ისეთ ადგილებში, სადაც სქელი მცენარეულობაა და ადვილად შეუძლიათ დამალვა. სამეფო კობრაც სხვა გველებსაც იკვებება. ისინი ჭამენ როგორც შხამიან, ასევე უშხამო გველებს, მაგალითად ვირთხის გველსა და პითონს. ზოგჯერ ისინი საკუთარ სახეობასაც, სამეფო კობრასაც ჭამენ. თუ გველს ვერ იპოვიან, ისინი ასევე ჭამენ პატარა ცხოველებს, მაგალითად თაგვებსა და ხვლიკებს. სამეფო კობრა ცნობილია მოთმინებით საკვების ძიებისას და ასევე შეუძლია მსხვერპლის დიდხანს დევნა თავდასხმამდე. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კობრა ძლიერი შხამით არის ცნობილი, ისინი ცდილობენ ადამიანზე თავდასხმა აირიდონ. მათ ურჩევნიათ გაიქცნენ ან დამალონ, როცა საფრთხეს გრძნობენ. მაგრამ როცა კუთხეში მოაქციეს ან იგრძნეს, რომ მათი ბუდე საფრთხეშია, ისინი აგრესიულები ხდებიან. როცა ემუქრებიან, ისინი სხეულის წინა ნაწილს მიწიდან 1 მეტრამდე წევს და კისერს შლის, რომ უფრო დიდი გამოჩნდეს. მათი სისინი დაბალია და გავს ძაღლის ყმუილს. ამის მიუხედავად, სამეფო კობრა შხამი ძლიერი ნეიროტოქსინია, რომელიც იწვევს პარალიზებას და კუნთების დაზიანებას. თუ ის გიქბენს, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ მკურნალობა, რადგან სწორი მედიკამენტის გარეშე მსხვერპლი შეიძლება დაიღუპოს. თუმცა ადამიანზე გბენის შემთხვევები იშვიათია, რადგან კინგ-კობრა ადამიანებს ერიდება და მხოლოდ მაშინ ესხმის თავს, როცა გააღიზიანებენ ან შეაწუხებენ. ნომერი 7. ამეთვისტოს პითონი, მორელია ამეთვისტინა, ამეთვისტოს პითონი, რომელსაც ასევე სკრაპ პითონსაც უწოდებენ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გველია მსოფლიოში. ის გვხვდება ინდონეზიაში, პაპუა-ახალ გვინეასა და ჩრდილოეთ ავსტრალიაში. ეს გველი ცნობილია თავისი გრძელი სხეულით და უჩვეულო შეფერილობით, რომელიც სინათლეზე ამეთვისტოსავით ელოს. ამეთვისტოს პითონი შეიძლება ძალიან გაიზარდოს. მისი სიგრძე ჩვეულებრივ აღწევს. ეს არის 3-დან 3.7 მეტრამდე. ამავდროულად, ამეთვისტოს პითონის ფერი არის მოყვითალო რუხი ან ზეთისხილისფერი ყავისფერი. მას აქვს მუქი ლაქები ან ზოლები სხეულზე, მისი კანი გლუვია და აქვს განსაკუთრებული ბზინვარება, რომელიც ამეთვისტოს გავს. ასევე ამეთვისტოს პითონი ცხოვრობს წვიმის ტყეში. მას ურჩევნია ადგილები, რომლებიც მდინარესა და ნაკადულთან ახლოსაა.
მას ასევე სჭირდება მაღალი ტენიანობა, რომ გადარჩეს. ავსტრალიაში ის ხშირად გვხვდება κουინსლენდის წვიმის ტყეებში. ინდონეზიასა და პაპუა-ახალ გვინეაში კი ის გვხვდება სქელ ტყეებში, რომლებიც ზღვის ახლოსაა. მას ხეზე ასვლაც შეუძლია, ამიტომ ხშირად გვხვდება ტოტებზე. გარდა ამისა, ამეთვისტოს პითონი მტაცებელია, ის იკვებება ფრინველებით, ღამურებით, ვირთხებით, პოსუმებით და პატარა ძუძუმწოვრებით. დიდი ამეთვისტოს პითონები შეუძლიათ შეჭამონ ვალაბი და კუსკუსი, რომლებიც პატარა ირემის ზომის არიან. ის ახვევს მსხვერპლს და აიძულებს მას ვერ ისუნთქოს, სანამ ცხოველი არ მოკვდება. ამის შემდეგ ის მთლიანად ყლაპავს მსხვერპლს, თუმცა ამეთვისტოს პითონი არ არის შხამიანი. ის არ კბენს შხამით, ამიტომ ადამიანისთვის სასიკვდილო არ არის. თუმცა ის შეიძლება აგრესიული გახდეს, თუ შეშინდება ან გაგვირვებული დარჩება. თუ შემთხვევით მას დაინახავთ, უმჯობესია არ შეეხოთ ან არ დააფრთხოთ. ნელა დაიხიეთ უკან და არ გააკეთოთ უეცარი მოძრაობები, რომ არ დაგესხათ თავს. ამ ეტაპზე ამეთვისტოს პითონი გადაშენების საფრთხის წინაშე არ დგას. ეს ნიშნავს, რომ ტყეში მათი რაოდენობა ჯერ კიდევ ბევრია. მაგრამ მას ემუქრება საცხოვრებელი ადგილის დაკარგვა ხეების ჩრისა და ტყეების გაჩეხვის გამო. თუ ტყეები გაქრება, ის დაკარგავს სახლს და საკვების წყაროს. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი საცხოვრებელი ადგილის დაცვა, რათა მათ ბუნებაში სიცოცხლის გაგრძელება შეძლონ. ნომერი 8. ყვითელი ანაკონდა, ეუნექტეს ნოტეუსი. ყვითელი ანაკონდა სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გველია. მას ასევე პარაგვაის ანაკონდასაც უწოდებენ. მდედრი ყვითელი ანაკონდები 4,6 მეტრის სიგრძემდე იზრდებიან, ხოლო მამრები 3,7 მეტრის სიგრძის არიან. მათი წონა 25-დან 35 კილოგრამამდეა. ამასობაში ყვითელი ანაკონდას ფერი ყვითელია და მას აქვს შავი ან მუქი ლაქები და ზოლები სხეულზე. ეს ფერები ეხმარებათ მათ დამალვაში საკუთარ გარემოში. მდედრები ასევე უფრო დიდები არიან ვიდრე მამრები. ამასთან დაკავშირებით ყვითელი ანაკონდა ცხოვრობს წყლიან ადგილებში, როგორიცაა ჭაობები, ჭანჭრობები და მდინარის ნაპირები. ისინი გვხვდება პანტანალის რეგიონში, ბოლივიაში, პარაგვაიში, დასავლეთ ბრაზილიასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ არგენტინაში. მათ ურჩევნიათ სველი ადგილები ან წყლიანი ტერიტორიები. თუმცა ზოგჯერ ისინი ტყეებშიც გვხვდებიან, როცა საჭმელს ეძებენ. საჭიროების შემთხვევაში ისინი ასევე ჭამენ პატარა ირემებსა და გარეულ ღორებს. სინამდვილეში ყვითელი ანაკონდა მტაცებელია, ანუ ხორცის მჭამელია. ისინი ჭამენ ფრინველებს, ფრინველის კვერცხებს, პატარა ძუძუმწოვრებს, კუებს, ხულიკებს, თევზებს და კაიმანებს. დიდი და მამაცი ანაკონდები ასევე შეუძლიათ ჭამონ უფრო დიდი ცხოველები, როგორიცაა კაპიბარა და პეკარი. ისინი ასევე ცნობილნი არიან როგორც ჩასაფრებული მტაცებლები, ანუ ცხოველები, რომლებიც მსხვერპლს ელოდებიან თავდასხმამდე. ისინი კლავენ მსხვერპლს მისი შემოხვევით და დახრჩობით, სანამ არ მოკვდება. ზაფხულში ყვითელი ანაკონდა აქტიურად ეძებს საკვებს. წვიმიან სეზონზე ისინი მიდიან დატბორილ ადგილებში თევზისა და კაიმანის დასაჭერად. ხოლო მშრალ სეზონზე ისინი იმალებიან მღვიმეებში ან ხვრელებში, სადაც დარჩენილია წყალი, რომ სიცხეში არ დაიხოცონ. ასეთი ქცევა ეხმარებათ მათ გადაურჩნენ სეზონური ცვლილებების გამოწვევებს. ყვითელი ანაკონდას გამრავლება ხდება აპრილსა და მაისში. მდედრები გამოყოფენ ფერომონებს მამრების მოსაზიდად. როდესაც მამრები მოდიან, ისინი ხშირად ერთი მდედრისთვის ეჯიბრებიან, რასაც ეწოდება შეჯვარების გორგალი. 6 თვიანი ორსულობის შემდეგ მდედრები ცოცხალ ნაშიერებს აჩენენ. ნომერი 9. შავი მამბა დენდროასპის პოლილებისი. შავი მამბა აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი შხამიანი გველია. მისი სიგრძე 4,5 მეტრამდე აღწევს და ცნობილია როგორც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი გველი. მას შეუძლია მოკლე დისტანციაზე 20 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა. შავი მამბა გვხვდება სავანებში, ტყეებსა და კლდოვან ადგილებში სუბსაჰარული აფრიკის ტერიტორიაზე. ის რჩება მიწაზე და ხეებზე, ამიტომაც სწრაფად გადაადგილდება. ის აქტიურია დღისით და ხშირად ეძებს საკვებს, როგორიცაა პატარა ცხოველები, ფრინველები და თაგვები. შავმამბას ასევე ცნობილია იმით, რომ საფრთხის შეგრძნებისას აგრესიული ხდება. მაგრამ სინამდვილეში მას ურჩევნია ადამიანებს, რაც შეიძლება მეტად თავი აარიდოს. ის არ ესხმის თავს თუ გაღიზიანებული ან შეშინებული არ არის. ასევე შავი მამბა ძალიან ძლიერ შხამს შეიცავს, რომელსაც ნეიროტოქსინი ეწოდება. როცა ის კბენს, შხამი სწრაფად ვრცელდება მსხვერპლის სხეულში. მხოლოდ 10 წუთში უკვე იგრძნობა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაბუჟება, სუნთქვის გაძნელება და პარალიზება.
თუ დროულად არ ჩაერევიან, მისი ნაკბენი შეიძლება სიკვდილის მიზეზი გახდეს. მნიშვნელოვანია, რომ მსხვერპლი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საავადმყოფოში და გაუკეთონ შესაბამისი შხამსაწინააღმდეგო შრატი, რათა სიცოცხლე გადარჩეს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ის საშიშია, შავ მამბას ბუნებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. ის აკონტროლებს თაგვებისა და პატარა ცხოველების რაოდენობას მათ საცხოვრებელ გარემოში. თუ შავი მამბა არ იარსებებს, მავნე ცხოველები, რომლებიც მოსავალს აზიანებენ, შეიძლება ძალიან გამრავლდნენ. მაგრამ ადამიანის შიშის გამო მათ ხშირად კლავენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სინამდვილეში არ აყენებენ ზიანს. გარდა ამისა, მათი საცხოვრებელი გარემო ნელ-ნელა ქრება ხეების მოჭრისა და დასახლებული ადგილების განვითარების გამო. ამჟამად შავი მამბას პოპულაცია ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშ არ დგას. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი IUCN მათ ყველაზე ნაკლებად საფრთხის ქვეშ მყოფებად მიიჩნევს. მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია მათი დაცვა, რათა ბუნებაში ბალანსი შევინარჩუნოთ. მეათე ნომერი, ოლივის პითონი, ლიასის ოლივაცეუს. ოლივის პითონი ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გველია. ის ცნობილია თავისი გლუვი და ოლივისფერი კანის გამო, რაც მას განსაკუთრებულ იერს აძლევს. ზრდასრული ოლივის პითონები 4 მეტრზე მეტს აღწევენ სიგრძეში. ოლივის პითონის კანი გლუვია და აქვს პატარა ქერცლები. რა ქერცლები? მისი ფერი მერყეობს ყავისფერი და ზეთისხილის მწვანემდე, ხოლო მუცელი კრემისფერი. ოლივის პითონები იწონიან 10-დან 20 კილოგრამამდე. ოლივის პითონი გვხვდება დასავლეთ ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ტერიტორიასა და კუინსლენდში. მას ურჩევნია იცხოვროს კლდოვან ადგილებში, ხრამებში და წყლის ახლოს, როგორიცაა მდინარეები და ტბები. ის ხშირად იმალება მღვიმეებში, კლდეების ნაპრალებში, ხეების ღრუებში და ქვების ქვეშ არსებულ სოროებში. მისი ფერი ასევე ეხმარება მას, რომ არ შეამჩნიონ გარემოში. ასევე ოლივის პითონი მტაცებელია, ანუ ხორცით იკვებება. ის ჭამს სხვადასხვა ცხოველს, როგორიცაა ფრინველები, მაგალითად იხვები და მტრედები, ძუძუმწოვრები, როგორიცაა კლდის ვალაბიები და ხილის ხამურები და ქვეწარმავლები, როგორიცაა ხვლიკები და ახალგაზრდა ნიანგები. ზეთისხილისფერი პითონი ასევე ცნობილია თავისი ნადირობის მეთოდით, რომელიც სისწრაფესა და ძალას იყენებს. ის ჩასაფრებულია მსხვერპლის ბილიკზე და როცა მსხვერპლი მიუახლოვდება, მოულოდნელად ესხმის თავს და სხეულით ახვევს მსხვერპლს მანამ სანამ ის ვეღარ ისუნთქებს. ზეთისხილისფერი პითონი არ არის შხამიანი, ამიტომ მსხვერპლის მოსაკლავად იყენებს თავის ძალასა და სხეულის მოჭერას. შემდეგ თლიანად ხლაპავს მსხვერპლს და საკვების გადამუშავებას მის კუჭში დიდი დრო სჭირდება. გარდა ამისა, ზეთისხილისფერი პითონი შესანიშნავად ცურავს, ამიტომ შეუძლია წყალში საკვების დაჭერაც. ის მდინარის ან ტბის მეჩხერნაწილში ჩასაფრებულია და როცა მსხვერპლი გაივლის, მოულოდნელად წყლის ქვეშიდან ესხმის თავს. ერთ-ერთი მისი საყვარელი საკვები წყალში არის, წყალში მოცურავე ფრინველები, მაგალითად იხვები. ხანდახან ის ნადირობს პატარა ნიანგებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ იცავენ თავს. ზეთისხილისფერი პითონი აგრესიული არ არის ადამიანების მიმართ. თუ მას არ შეეხებით ან არ შეაწუხებთ, ის არ დაგაზიანებთ.